ეს გახლავთ ნოტას პინპოინტერი, კომენტი კონკრეტულად IP68 სტანდარტით, რაც ნიშნავს, რომ 3 მეტრის სიღრმემდე უძლებს წყლის წნევას. სტანდარტული კომპლექტი შეიცავს სატენს, ეს პინპოინტერი არის სტემვადი, საკიც, ჩასაგებს, დამცავი, რომელიც ერთი უკეთია და ერთი სათადარიგოდ მოყვება და ასევე ხუფის სათადარიგო რეზინი, იმისთვის რომ წყალგამტარი იყოს. სატენი პორტი სტანდარტული Type-C არის, შეგიძლიათ სხვა ველითაც დატანოთ. ჩავრთოთ. აქვს გრძნობელობის სხვადასხვა დონე. მენიუში შევდივართ დიდხანს ვაწვევით Relax. არც ის რთული მენიუ აქვს, დავიწყოთ თავარი რაც არის, პირველი ფუნქცია, ესე დიდხანს ვაწვევით. ეს არის გრძნობელობის დონეები, მაქსიმალური გრძნობელობა აქვს 9 და ეხლა ვნახოთ სხვაობები მინიმალურს და მაქსიმალურ გრძნობელობას შორის. არის მაქსიმალური გრძნობელობა. დავაყენოთ ახლა მინიმალურზე. შევდივართ მენიუში, დიდხანს ვაწვევით. კიდევ ერთხელ დიდხანს ვაწვევით და Relax-ზე დაწოლით. ახლა არის მინიმალური გრძნობელობაზე დაყენებული 1-ზე. აი სხვაობას ახლა თქვენ თვითონაც ხედავთ, რამხელა სხვაობა არის. შევიდეთ მენიუში, გავზარდოთ გრძნობელობა. დავაყენოთ 7-იანზე. შემდეგი არის ვიბრაციაზე, ხმაზე, მარტო ვიბრაციაზე და ხმაზე დაყენება. მესამე ფუნქცია არის, შევიდეთ ამ ფუნქციაში. შეგვიძლია მოგცეს ყველა ლითონზე ერთნაირი სიგნალი, გავთიშოთ რკინა და მოგცეს ორი სხვადასხვა სიგნალი. ეხლა დავაყენოთ ორ სხვადასხვა სიგნალზე. ამ შემთხვევაში ეს არის რკინის სიგნალი. ეს არის ფერადი ლითონის სიგნალი. შევიდეთ ისევ მენიუში და ეხლა მოდით გავთიშოთ რკინის სიგნალი საერთოდ. ფერადი. თუ დააკვირდებით მონიტორზეც გადახაზულია, კიდევ ერთხელ რკინას არ პოულობს. ფერად ლითონს პოულობს. მესამე ფუნქცია არის, როგორც გითხარით. და ანუ ავირჩევთ შესაბამის როგორიც გვინდა. შემდეგი ფუნქციები აქვს Bluetooth-ით შეგვიძლია ყურსასმენს დაუკავშიროთ. ფანარი ხმა განათება მონიტორის და რესტარტება ქარხნულ სტანდარტებზე გადაყვანა. ჩართვა გამორთვა ხშირად ეშლებათ ხოლმე. თუ დიდხანს დავაწვევით ამ Relax შკალას დააკვირდით, ეხლა ეს გადადის მენიუში. მაგრამ თუ გათიშვა გვინდა, მოკლედ, სულ ეს იყო. გამოიყენება წყალქვეშ 3 მეტრის სიღრმემდე, გრძნობელობის 9 დონით და 3 სხვადასხვა ტონით თიშავს შავ ლითონს, შეგიძლიათ მოძებნოთ მხოლოდ ფერადი ლითონი. კიდევ ერთხელ ეს არის პინპოინტერი, არის მეტალოდეტექტორის აქსესუარი და არა მეტალოდეტექტორი. მადლობა ყურადღებისთვის. თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდათ, დაგვიწერეთ კომენტარებში და უპასუხებთ აუცილებლად.